კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე საუბრისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. Რამდენად ქმნის ის გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია ალტერნატიული დაფინანსების წყაროებით ისარგებლოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო აწარმოებს საქართველოს უკვე მუშაობს პროგრამის გაფართოებაზე, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ხელი შეუწყოს საშუალო ზომის ბიზნესებს კაპიტალის ბაზარზე გასვლასა და ინვესტიციების მოედვის კუთხით. როგორ ვითარდება ეს ინიციატივა, რა შედეგები აქვს სააგენტოს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით სწორედ ამაზე ვისაუბრებთ სააგენტოს აწარმოებს საქართველოში დირექტორის მოადგილესთან ირაკლი კაპრიაძეა, ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, როდესაც საუბრობთ და როდესაც პირველად აწარმოებს საქართველოს ჩაუშვით ეს პროდუქტი, ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით, მე პირდაპირ ვამბობდი, რომ ეს პროდუქტი ვერ იმუშავებს, რომ არ ყავს კომპანიები, რომლებმაც შეიძლება რომ ამ პროდუქტით რეალურად ისარგებლონ. თუმცა ტენდენცია საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მინდა რომ თავდაპირველად მაყურებელს მეტნაკლებად მივაწოდოთ ინფორმაცია, რა სურათი გვაქვს, ანუ შედეგების თვალსაზრისით და მე უკვე მივყვეთ იმ სიახლეებს, რომელსაც ამ მიმართულებით აწარმოებს საქართველოს გეგმავთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მეც მახსოვს, როცა ეს პროგრამა გავუშვით 2024 წლის აპრილში, მაშინ ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროგრამის შედეგებზე, სამიზნო მაჩვენებლებზე და რას ველოდებოდით ამ პროგრამის ფარგლებში და დღეს შეგვიძლია უკვე წელიწად დაახლოებით წელიწადნახევრის თავზე შევაჯამოთ პროგრამის შედეგები. წელიწადნახევრის თავზე ჩვენ მხარი დაუჭირეთ 508 მილიონი ლარის ემისიას ბაზარზე. ემისია გულისხმობს უკვე განთავსებას, ანუ მოზიდულ რესურს კომპანიების მხრიდან, რაც აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განთავსება გააკეთა 9 კომპანიამ 15 ემისიის ფარგლებში და ასევე აღსანიშნავია, რომ ამ 9 კომპანიიდან 4 კომპანია არის პირველადი ემიტენტი, ანუ კომპანია, რომელმაც პირველად განათავსა ზოგადად ფასიანი ქაღალდი აღნიშნულ ბაზარზე. კომპანიებია თუ შეგვიძლია ამის თქმა და რამდენად მსხვილ კომპანიებზეა საუბარი. ბუნებრივია ხა კაპიტალის ბაზრის მონაწილეები ვერ იქნებიან ძალიან მცირე კომპანიები, თუმცა მთლიანობაში მაყურებელს რომ შეექმნას წარმოდგენა რა მასშტაბზეა საუბარი, თორემ თანხობრივად ძალიან დიდი თანხა ახსენეთ ახლა. ბუნებრივია არის ცოტა უფრო მსხვილ კომპანიებზე საუბარი, ვიდრე საშუალო და მცირე ბიზნესია, თუმცა ჩვენი სქემა, პროგრამის სქემა ისეა შემუშავებული, რომ ის უფრო მეტ წახალისებას და მეტ სარგებელს აძლევს მცირე კომპანიას. მაგალითად 20 მილიონ ლარზე ქვემოთ ბრუნის მქონე კომპანიას შეუძლია გაზრდილი თანადაფინანსება მიიღოს, იმიტომ რომ ის ჯერ პატარაა და მას უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდება და ყავს მათ შორის 20 მილიონ ლარზე ქვევით ბრუნის მქონე კომპანია, რომელმაც წარმატებით განათავსა სასისხლო ფასიანი ქაღალდი და მოიზადა სქემა როგორია დაფინანსების მიღების? სქემა არის შემდეგი, რომ კომპანიას, რომელსაც აქვს 200 მილიონ ლარზე ქვევით შემოსავალი, ანუ ბრუნვა, მას შეუძლია მოგმართოს ჩვენ და წარმოადგინოს განაცხადი ჩვენთან, რომ სურს ამ პროგრამაში მონაწილეობა. პროგრამას აქვს ორი კომპონენტი, რითიც შეუძლია ისარგებლოს. ერთი არის ეს საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება და მეორე არის ეს უკვე ბროკერის საკომისიოს თანადაფინანსება. ბროკერი არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება კომპანიას, რომ მოამზადოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა, მათ შორის ეროვნულ ბანკთან წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა რისკების შეფასების დოკუმენტები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ განხორციელდეს ემისია და ასევე ისინი აკეთებენ ეგრეთ წოდებულ book buildings და ყავდათ ბროკერებიც ჩემს წინ კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს ინვესტორების მოზიდვაში. ჩვენ პარტნიორობთ მათთან 4 კომპანია გვყავს უკვე პარტნიორი. ამ ბროკერებს გულისხმობ 4 კომპანია გვყავს, სადაც ვამისამართებთ შემდეგ განაცხადს. ისინი განიხილავენ განაცხადს და წარმოადგენენ თავიანთ პირველად დასკვნას კომპანიას შეძლებს თუ არა გამოუშვას ობლიგაცია და შემდეგ კომპანია უკვე ერთვება ამ პროგრამაში და მიდის გამოშვების და განთავსების პროცესი. ეს არის ძირითადი პროცესის აღწერა. ერთი რაღაც უნდა ვახსენოთ ასევე, რომ ზოგადად ჩემს გამოსვლები საუბრობდნენ კაპიტალის ბაზრის განვითარების ზოგად ტენდენციებზე და აუცილებლად უნდა რა თქმა უნდა კაპიტალის ბაზრის განვითარება მრავალწახნაგოვანია და ერთი პრიზმიდან ნახვა არ შეიძლება, მათ შორის სასესხო ფასიანი ქაღალდების პრიზმიდან, თუმცა სასესხო ფასიანი ქაღალდები ალბათ არის პირველი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს ამდენად ვითარდება ზოგადად კაპიტალის ბაზარი. და რამდენად აქვს პერსპექტივა, ზუსტად და რამდენიმე ინდიკატორი შეგვიძლია ამის დასადასტურებლად მოვიყვანოთ. მათ შორის პირველი არის განთავსებების მოცულობა, რომელიც რეკორდული იყო 2023 წელს. თუ შევადარებთ, მაგალითად 2020 წელს განთავსება იყო 70 მილიონი, 2021 წელს 160 მილიონი, 2023 წელს უკვე განთავსება იყო 1,2 მილიონი. 2024 წელს განთავსება იყო 500 მილიონს გადაცდა და წელს უკვე გადავწვდით ამ მაჩვენებელს, მათ შორის ჩვენ
გონია იმის გამო რომ სახელმწიფო ჩაერთო ამ ბაზრის განვითარებაში და 740 მილიონი ლარის განთავსებაზე ვართ და წელს გონია რომ იქნება რეკორდული წელი, მათ შორის 2023 წლის რეკორდის მოიხსნება აღნიშნულ ბაზარზე და 1.2 მილიარდიან ნიშნულს გადავწყვეტებით, იმიტომ რომ ჩვენივე პროგრამის განაცხადების რაოდენობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კიდე დამატებით 600 მილიონ ლარამდე განთავსება განხორციელდება მხოლოდ ჩვენ პროგრამაში და ჩვენი პროგრამა მთლიანი ბაზრის დაახლოებით 40%-ია. ანუ ჩვენი პროგრამა მთლიანი ბაზრის 40%-ს ფარავს. 2023 წლის რეკორდულიც არ ყოფილა შემთხვევით და ესეც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. ერთი რაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოაწესრიგა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ეს არის ძირითადი ფუნდამენტი. შემდეგი 2023 წელს მაგალითად ასევე უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის და EBRD-ის პროგრამა, რომელიც დაახლოებით მსგავსი იყო ჩვენი პროგრამის, რაც გახდა კიდეც საფუძველი ჩვენი პროგრამის, რაც გვაძლევდა ჩვენ თავიდანვე ოპტიმიზმის საფუძველს, რომ იქნებიან კომპანიები ძალიან აქტიურად დაინტერესებული ამ მიმართულებით და ეს ტენდენცია კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ კაპიტალის ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება მხოლოდ ამ პრიზმიდან თუ შევხედავთ და მე გადავალთ ახალ ინიციატივებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კიდევ უფრო ქვევით თუ ჩავყვებით მაგალითად ემისიებს. ჩვენ ემისიაზე რო ვისაუბრო და სხვა ემისიებზე რომ არაფერი თქვა, ერთი ტენდენცია რაც ძალიან კარგია არის ახალი ემიტენტები, ანუ კომპანიები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ამ ბაზრის მონაწილე და ხდებიან ახლა ამ ბაზრის მონაწილენი. მეორე ასევე მნიშვნელოვანია მეორე მხარეს, ვინ არის მყიდველი, ხო? ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ვინ ყიდულობს ამ ფასიან ქაღალდებს და აქაც ვხედავთ ტენდენციას, რომ იზრდება კერძო პირების ჩართულობა ბაზარზე. ანუ საქართველოს მოქალაქეები არიან ეს კერძო პირები თუ უცხო? როგორც წესი არიან საქართველოს მოქალაქეები და იზრდება მათი ჩართულობა, ეგრეთ წოდებული რიტეილი ან საცალო ინვესტორების ჩართულობა ბაზარზე. ჯერჯერობით ინტერესი არსებობს ევროსა და დოლარში უფრო მომეტებული საცალო ინვესტორების, იმიტომ რომ განსხვავება დეპოზიტსა და კუპონს შორის, რასაც იხდიან მაგალითად კომპანიები ობლიგაციებში ევროსა თუ დოლარში საკმაოდ მაღალია, ლარში უფრო დაბალია ინტერესი საცალო ინვესტორების და უფრო ინსტიტუციური ინვესტორები აქტიურობენ ამ ბაზარზე, იქნებიან ესენი ბანკები, საპენსიო ფონდები თუ ასე შემდეგ, სხვა კომპანიები, თუმცა აქაც იმედი გვაქვს, რომ მალე დავინახავთ საცალო ინვესტორების ინტერესს და ესეც კიდე ერთი ინდიკატორია, რომ ერთი რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ჩნდება სასესხო რესურსი, მათ შორის ფიზიკური პირების და კერძო პირების ხელში, რომელიც შეიძლება იქნას მიმართული მსგავსი ინსტრუმენტების და მსგავსი ინსტრუმენტების გავლით საბოლოო ჯამში კომპანიების დასაფინანსებლად, რომელიც საბოლოო ჯამში ვითარდებიან, დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნიან და ასე შემდეგ და ამიტოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კაპიტალის ბაზრის განვითარება. თავარი კითხვა, რომელიც შემოწყობა, ეს არის ნდობის ნაწილი. რამდენად შეიძლება ანდოს მათ შორის იმ რიტეილ ინვესტორმა და იმ ადამიანებმა საკუთარი დანაზოგი ამ ასეთ სქემას და რამდენად უსაფრთხოა ეს ნაწილი, აი ამის ახსნა თუ შეგვიძლია მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ მაინც კითხვის ნიშნები და ეჭვის თვალით ყურება ამ ნაწილზე დღესაც არის სამწუხაროდ. რამდენიმე რჩევა შეგვიძლია აქ გავითვალისწინოთ, როდესაც მაგალითად კომპანიები ანთავსებენ სასესხო ფასიან ქაღალდებს, იქ ზოგიერთ კომპანიას ეგრეთ წოდებული ნომინალი, ანუ მინიმალური მოცულობა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ, არის 1000 ლარი. ზოგიერთ კომპანიაში 1000 დოლარი. ანუ პირველ რიგში დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ როდესაც ამ ბაზარზე შესვლას გადაწყვეტ, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთი კომპანიის მიმართ ან რაღაცა ორი კომპანიის მიმართ გქონდეთ უფრო მეტი მომეტებული რისკი, ანუ დივერსიფიცირება პორტფელის, რომ გადაანაწილოთ თქვენი საინვესტიციო რესურსი სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მეორე, ამ ბაზარზე ასევე მნიშვნელოვანია რისკების ანალიზისთვის შეისწავლოთ ყველა ის დოკუმენტაცია, რომლებსაც კომპანია წარადგენს ეროვნულ ბანკში, ეგრეთ წოდებული პროსპექტუსი, რომელიც გადის ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობას, შემოწმებას, რომელიც მზადდება პროფესიონალების მიერ და ზუსტად აქ შემოდის ბროკერების როლი, რომ მათ შეძლონ და ისე შეაფასონ რისკები, რომ გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია უკვე მომხმარებლების მხარეს და ამ ინფორმაციის შესწავლად ასევე იწვევს იმას, რომ გაცნობიერებულად აკეთებენ კომპანიაში ინვესტიციებს კონკრეტული პირები. მესამე და კიდევ უფრო ზედა რგოლი, ვთქვათ, ამ რისკების დასაზღვევად არის საკანონმდებლო მოწყობა, მაგალითად საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულირების ჩარჩო, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს შემუშავებული, ზღუდავს კონკრეტული ტიპის კომპანიებს იმისგან, რომ მათ განათავსონ სასესხო ფასიანი ქაღალდები. მათ შორის, თუ თქვენ არ გაქვთ ჩამოყალიბებული მენეჯმენტის სისტემა, სამეთვალყურეო საბჭო და ასე შემდეგ, ანუ არ იმართება კომპანია პროფესიონალურად, თქვენ ვერ განათავსებთ მარტივად სასესხო ფასიან ქაღალდებს. ასევე, თუ თქვენ არ გაქვთ მაგალითად ბოლო 2 წლის განმავლობაში აუდიტი გაკეთებული, SDP აუდიტს ვეძახით დაინტერესებული პირების
აუდიტი, რომელიც უფრო მაღალი დონის აუდიტია, ვიდრე ჩვეულებრივი აუდიტი, თუ არა გაქვს გაკეთებული და ყველა აუდიტორული კომპანია არა აქვს ამის ჩატარების უფლებაც. დღესდღეობით თუ არა გაქვს გაკეთებული, ვერ განათავსებთ. ეს რეგულაციები კიდე ერთი დამატებითი დონეა იმისთვის, რომ უფრო სანდო გახდეს ბაზარი და ეს სანდოობა ზუსტად იმას უზრუნველყოფს, რომ ნელა-ნელა ვხედავთ ბაზრის კიდე უფრო სწრაფ განვითარებას. და ჩვენი საუბრის ბოლოს, რა მიმართულებით ფიქრობთ, რომ დაუშვათ აწარმოოს საქართველოში პროგრამის როლი გაზარდოთ და ახალი გზა აჩვენოთ კომპანიებს, რომ დაუშვათ ეს ამ ბაზრის განვითარებაში უფრო აქტიურად მიიღოს ყველა მონაწილეობა? პროგრამასაც შევეხები და კაპიტალის ბაზრებსაც ზოგადად რომ დავფაროთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, ესე რომ დავარქვათ კაპიტალის ბაზრებს ალტერნატიული ტრადიციული წყაროებიდან, რომელსაც როგორც ასე ყველა ვიცნობთ, როგორც საბანკო დაფინანსება და საბანკო სესხი. პირველი ბონდების პროგრამა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ვაპირებთ ამ პროგრამის გაფართოებას და ეს შეეხება ამ პროგრამაში ტექნიკური დახმარების კომპონენტის გაჩენას. ანუ იმ კომპანიებს, რომლებსაც სურთ რომ განათავსონ სასწრაფოსიან ქაღალდები და დღესდღეობით არ არიან გარკვეული მიზეზების გამო მზად. და ვახსენე კიდეც, რომ მაგალითად არ აქვს ჩამოყალიბებული და გამართული იურიდიული დოკუმენტაცია და მენეჯმენტის სტრუქტურა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არ გაუვლიათ ის აუდიტი, რომლის მოთხოვნებიც არის დაწესებული ბაზარზე და ასე შემდეგ სხვა პრობლემები, რომელიც აქვს, გვინდა რომ შევთავაზოთ ამ ხარჯების, კონკრეტული ხარჯების, ანუ მოსამზადებელი ხარჯების თანადაფინანსების ინსტრუმენტები და ეს იქნება ამ პროგრამის ლოგიკური გაფართოება. ასევე სააგენტო აქტიურად მუშაობს სხვა დამატებით ინსტრუმენტებზე და ერთ-ერთი ინსტრუმენტი ასევე არის კაპიტალის კერძო ფონდების განვითარება. და კაპიტალის კერძო ფონდების განვითარების მიმართულებით გვექნება საკმაოდ სიახლეები ძალიან ახლო მომავალში. ან როდიდან? ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება სიახლეები, სადაც უკვე კონკრეტულად ვიტყვით, რას გააკეთებს ეკონომიკის სამინისტრო და კერძოდ აწარმოებს საქართველოში კაპიტალის ბაზრების, კერძო საინვესტიციო ფონდების განვითარების მიმართულებით, იმიტომ რომ ეს არის კიდე ერთი სვეტი ამ კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და საკმაოდ შეზღუდულია აღნიშნული ბაზრის განვითარება დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე თითქმის არ არსებობს ამ სივრცეში მოთამაშე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს თავაზობს ზრდისთვის დაფინანსებას. და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დამატებით რესურს გაუჩენს, საბურნაო საშუალებებს გაუჩენს მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს არის ფაქტორინგი და ფაქტორინგის მიმართულებით მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა, მათ შორის კანონპროექტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს განხილვები, ველოდებით კანონპროექტის დამტკიცებას და კანონპროექტის დამტკიცებისთანავე ჩვენ გვექნება ასევე დამატებით სიახლეები, როგორ შეგვიძლია და როგორ ვუყურებთ ამ ბაზრის ძალიან სწრაფად განვითარებას, ისეთ სწრაფად განვითარებას, როგორც ვუყურებდით ბონდების ბაზრის განვითარებას. ამ ბაზარს შეიძლება კიდევ უფრო მეტი ბრუნვების და კიდევ უფრო მეტი კაპიტალის მობილიზების რესურსი კონდეს, ვიდრე ბონდების ბაზარს აქვს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ბუნებრივია ამ სიახლებთან დაკავშირებით კლუბაც გიმასპინძლოთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში ირაკლი გაბრიაძე იყო.